წარსულში მე შევქმნი რამდენიმე ჰაერზე მომუშავე პროექტი, სადაც გამოვიყენე სამგანზომილებიანი ბეჭდვით დამზადებული შეკუმშული ჰაერის ძრავები. ასევე შევქმნი რამდენიმე ელექტროველოსიპედი. მაგრამ ვფიქრობ დროა ეს ორი გავაერთიანო. დიახ, ვაპირებ შევქმნა ჰაერზე მომუშავე ველოსიპედი. გეგმაა გამოვიყენო პნევმატური ცილინდრი, რომელიც ველოსიპედის ჩარჩოში დამონტაჟდება. ეს შეკუმშულ ჰაერს გადააქცევს ხაზოვან მოძრაობად. ეს ხაზოვანი მოძრაობა შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას ბრუნვით მოძრაობად, რომელიც უკანა ბორბალს ატრიალებს. CAD მოდელის შესაქმნელად უნდა გადავიღო ველოსიპედის ჩარჩოს რამდენიმე ფოტო სხვადასხვა კუთხიდან. შემდეგ ეს ფოტოები შეიძლება შემოვიტანო Fusion 360 CAD პროგრამაში და მასშტაბზე მოვარგო. შემდეგ ამ სურათებს გამოვიყენებ, რომ ჩარჩოს მილების კუთხეები და სიგრძეები მოვხაზო. საბედნიეროდ, ველოსიპედს, რომელსაც ვიყენებ, საკმაოდ მარტივი ჩარჩოს დიზაინი აქვს. ამიტომ ყველა მილი სიგრძეზე მუდმივი დიამეტრისაა. ეხლა უკვე გვაქვს ველოსიპედის ჩარჩოს საკმაოდ მარტივი მოდელი. შემდეგ პნევმატური ცილინდრი დავამოდელე და როცა ჩარჩოში მოვათავსე, გამიხარდა, რომ უფრო დიდი არაფერი შემიკვეთავს. შემდეგ საკმაოდ ბევრი მუშაობა დამჭირდა, რომ დიზაინი ისე მომერგო, რომ ყველაფერი ჩატეულიყო. პნევმატური ცილინდრი იდეალურ მანძილზე უნდა დამემაგრებინა კრანკის ღერძიდან, რომ პისტონი ცილინდრის ბოლოში არც ერთ მხარეს არ მოხვედრილიყო. და მთავარი წამყვანი ვარსკვლავის მდებარეობა იდეალური უნდა ყოფილიყო, რომ ჯაჭვი უკანა ბორბლის მართვისას უკანა ჩარჩოს მილებს არ შეხებოდა. როცა დიზაინის მაყოფილი დარჩი, დრო იყო ყველა დეტალი CNC-ით გამომეჭრა. და 3D პრინტით ამომებეჭდა ჩარჩოს სამაგრები, რისთვისაც გამოვიყენე PLA პლასტმასის ფილამენტი, რომელიც მომაწოდა ჩემმა ფილამენტის სპონსორმა, 3D Prints UK-მა. როცა ყველა დეტალი მზად იყო და საჭირო მოწყობილობებიც ჩამოვიდა, დრო იყო შემემოცვებინა, თუ ჩემი დიზაინი ველოსიპედს მოერგებოდა. შემდეგ დაემატა საკრანკე ლილვის საკისრები, რომლებიც გამოიყენებოდა ლილვის დასაჭერად, რომელიც პნევმატურ ცილინდრთან დასაკავშირებლად იყო განკუთვნილი. მამოძრავებელ ვარსკვლავთან. შემდეგ მიამაგრეს საკრანკე ოფსეტი, რომელიც პნევმატური ცილინდრის ხაზოვან მოძრაობას მამოძრავებელი ვარსკვლავის ბრუნვით მოძრაობადობად გარდაქმნის. და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პნევმატური ცილინდრი, რომელიც როგორც ჩემი დიზაინით ველოდი, იდეალურად ჩაჯდა ჩარჩოში. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ან შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჯაჭვი. ასევე ვერ მოვითმედ, რომ არ აღვნიშნო, რამდენად იდეალურია ამ ჯაჭვის სიგრძე. ველოდი, რომ ჯაჭვის დამჭიმავი დამჭირდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ წამყვანი ვარსკვლავის მდებარეობა იმდენად იდეალური იყო, რომ როგორც პედლებიდან, ასევე კრანკიდან მომავალი ჯაჭვი თითქმის სრულყოფილად იყო დაჭიმული. შემდეგ იყო უზარმაზარი ჰაერის რეზერვუარის დამაგრების აბსურდული ამოცანა. ჰაერის ნაკადის რეზერვუარიდან პნევმატურ ცილინდრამდე კონტროლისთვის სარქველების განლაგება აუცილებელია. რამდენიმე მიზეზის გამო მე ავერჩიე ელექტრონულად მართვადი სოლენოიდური სარქველების გამოყენება. მთავარი მიზეზებია სიმარტივე და ღირებულება. თუ მე დავაპროექტებდი და დავამზადებდი მექანიკურად მართვად სარქველებს, ამ ველოსიპედის აშენებას ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა და საბოლოოდ მაინც იგივე შედეგს მივიღებდი. და რადგან არ ვიცი რა იქნება საბოლოო შედეგი, მირჩევნია ძალისხმეო მინიმუმამდე შევამცირო. არა მარტო ეს, არამედ ელექტრონულად კონტროლირებადი სარქველები მომცემს შესაძლებლობას მომავალში ველოსიპედი კიდევ უფრო გავაუმჯობესო, რადგან სურს სარქველების გახსნის დრო სხვადასხვა ხანგრძლივობით დავაპროგრამო მიწოდების ცნევის მიხედვით. იმედია შედეგად გამონაბოლქვის ცნება მაქსიმალური ეფექტურობისთვის ატმოსფერულ ცნევასთან მაქსიმალურად დაახლოებული იქნება.
შემდეგ სარქველები, რაც შეიძლება ახლოს დავამონტაჟეთ ცილინდრის შესასვლელთან, მოქნილი რეზინის შლანგის გამოყენებით, რათა ცილინდრის მოძრაობისთვის ციკლის განმავლობაში ადგილი ყოფილიყო. სწრაფი ცნების ტესტი მილებზე წარმატებით ხასრულდა და ერთ-ერთ სარქოლზე ბატარეის მიერთება. ნამდვილად ძალიან მომანდომა ამ ველსპეის ამუშავება. ასე რომ დავასრულე ყველა ელექტრონიკის და ასევე სარქველის სისტემის მილების მონტაჟი. აქ ზევით არის 4 სარქველი, რომლებიც ელექტრონულად იმართება Arduino-ს მიერ, რომელიც აქ უკანა მხარესაა. არის relay სისტემა, რომელიც მიაწვდის ძაბვას ამ სარქველებს და ეს ხსნის სარქველებს, რათა ჰაერი შევიდეს ან გამოვიდეს. ეხლა თუ როგორ იცის Arduino-მ, როდის უნდა გააქტიუროს ეს სარქველები, აქ ქვემოთ მაქვს ინფრაწითელი სხივის სენსორი, რომელიც უბრალოდ ითვლის, რამდენი ვარსკვლავის კბილი გაივლის მასში. ამ გზით შეუძლია გამოთვალოს კრანკის კუთხე და შესაბამისად იცოდეს, როდის უნდა გახსნას ან დახუროს ისინი. აქ ქვემოთ ასევე არის ჩამთველი, რომელიც ერთგვარი ნულზე დატანების ჩამთველია. ასე რომ, როცა ჩამთველი დაჭერილია, Arduino იცის, რომ ეს არის კრანკის ნულოვანი კუთხე. და შემდეგ შეუძლია დაითვალოს 360-მდე, დააბრუნოს ნულზე, ისევ დაითვალოს 360-მდე, დააბრუნოს ნულზე. ასე რომ, ის არასდროს კარგავს თავის პოზიციას და სარქველის დროება არ გამოდის სინქრონიზაციიდან. მაშასე, პირველ რიგში მე შევაერთებ ჰაერის მიწოდებას. ამ ეტაპზე ძალიან მარტივი კოდი გავაკეთე ამისთვის, რომელიც უბრალოდ ერთ მხარეს ჰაერის შესასვლელს გახსნის, შემდეგ კი მეორე მხარეს გახსნის ჰაერის შესასვლელს. ჯერ სპეციალური ცლადი სარქველის დროება არ გვაქვს, ასე რომ უბრალოდ სწრაფად გამოცდით, ნახოთ, შევძლებ თუ არა ბორბლის დატრიალებას. ასე რომ თუ ამას შევაერთებ, სინამდვილეში ჯერ ელექტრონიკა უნდა ჩართო, ასე რომ შეერთე ბატარეა. და შემდეგ შეერთე ჰაერის წყარო. კარგი, ასე რომ გვაქვს დაახლოებით ეხლა მხოლოდ დაახლოებით 28 PSI გვაქვს. დიდი წნევა არაა, მაგრამ ნახოთ, თუ ეს შეძლებს მის ამუშავებას. ველოსიპედის დასაძრავად რაც უნდა გავაკეთო, ეს არის ბორბლის ოდნავ დატრიალება, რომ საწყისი პოზიციის ჩამთველი ჩაირთოს. შემდეგ კი ვიჩერ გაზის ბერკეტს, რომელიც აქ C-თითით სამართავია. თუ მას მაქსიმუმზე დავაყენებ და შემდეგ. მცირე ბიძგს მივცემ. ხმერთო ჩემო, მუშაობს. რაღაცას ეწინააღმდეგება და იხეხება ეს. კარგი, ეხლა თუ გას გავუშვებ, უნდა გაჩერდეს. მგონი ბორბალი იქ ეხახუნებოდა. ეხლა ეხახუნება ნება. ძალიან ბედნიერი ვარ მართლა. მგონი უნდა წავიდეთ და ნორმალური ტესტები ჩავატაროთ. ეს ძალიან მაგარი იყო. კი, ესე რომ გუშინ ღამით ბალახზე ველოსიპედს სწრაფი ტესტი ჩაუტარე. ცოტა ბნელოდა და წვიმდა, ამიტომ არ გადამიღია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი მომხდარა. აქ რო იყო, ის იყო 42 კბილიანი ვარსკვლავი და ვფიქრობ, საკმარის ბრუნვის მომენტს ვერ ქმნიდა უკანა ბორბალზე. ამიტომ ვერ მიბიძგებდა წინ. არ ვიცი, ეს მაინც საკმარისი იქნება თუ არა. ეს არის 22 კბილიანი, ასე რომ თეორიულად ბრუნვის მომენტი გაორმაგდება, მაგრამ ამ ეტაპზე ბალახზე ვტესტავ. თუ ბალახზე შეძლებს ჩემს წაწევას, მაშინ ასფალტზეც აუცილებლად შეძლებს. მაგრამ მინდა აქვე სწრაფად გამოცადო, სანამ ასფალტზე გავა. ამიტომ ახლა წნევას 50 PSI-ზე დავარეგულირებ. აუზში არის 80 PSI, რეგულატორით გავუშვებ 50-ზე და ვცდი, ამაზე გადავაჭდე. ალბათ კარგი არ იქნება, რომ ფეხი დავარტყა. საკველებს. კარგი, ასე რომ გაზი მიეცი. და ოდნავ მიაწექი, რომ ის ჩამქთველი ჩაკლიკო. ხო, ბალახსა დიდად ძლიერი არ არის. გრძნობ როგორ მაწვება. აი ესე. კარგი. ბალახზე ცოტა უჭირს. მგონი დროა ასფალტზე გამოვცადოთ.
მოკლედ, აქ ვარ. ყველაზე ბრთხელ და მშვიდ გზაზე, რაც კი ვიპოვე. ჩემს აუცში 100 PSI მაქვს. ალბათ ამას 50-მდე დავწევ. და მერე ვცდით. თუ შევძლებ, ფეხი გადავიდო. კარგი. მაშ, ოდნა უბიძგე, რომ დაიწყოს და შემდეგ. აი ესა. მიდი. მაწვება. არ არის ძალიან სწრაფი. მოძრაობას ვადევნებ თვალს. სინამდვილეში საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა ამ უზარმაზარი აბზით ზურგზე. წნევას ავწევ 55-მდე. მოდი ვცადოთ 55. კარგი. აი დავიწყეთ. შემდეგ ჯერზე გას ჩავთავ და ერთხელ მივაწვდი. სიჩქარეს აუწევ. ეხლა სიჩქარეს კრეფს. კარგი, ეხლა მეც ქარის წინააღმდეგ მივდივარ. თუ ცოტათი სიჩქარეს ავირებ, აი ასე, მაშინ უბრალოდ ფეხებს ავწევ. დავიწყებ პედლების დატრიალებას, რომ ცოტა მეტი სიჩქარე ავიღო. უბრალოდ ნახო, როგორ მუშაობს სიჩქარეზე. მუშაობს. უბრალოდ ძალიან ძლიერი არ არის. არ ვიცი ზუსტად კანონიერია თუ არა ამით გზაზე სიარული. ფიქრობ რომ ლეგალურია, თორემ პოლიცია ველოსიპედისტებს გააჩერებდა იმის გამო, რომ უკნიდან სხვა ტიპის გაზს გამოუშვებდნენ. მოდი კიდევ ერთხელ წალოთ. მხოლოდ 40 PSI მაქვს, ასე რომ არ გონია რამე განსაკუთრებული გამოვიდეს. მაგრამ ჯობია რაც ჰაერი მაქვს, ყველაფერი გამოვიფენო. ალბათ იფიქრეთ, რომ ნამდვილი უცნაური ვიყავი. ზოგჯერ დროის სინქრონიზაცია ირღვევა. მგონი ეს ინფრაწითლის ბრალია. ინფრაწითელი სხივის სენსორი. ალბათ ჯობია მომავალში ნორმალური ენკოდერი გამოვიყენო. მაგრამ ეს საკმაოდ კარგად მუშაობს. ჰაერის წნევა გამითავდა, ასე რომ უნდა დავბრუნდე ჩემს სახელოსნოში და ჩართო კომპრესორი. ამით მაყოფილი ვარ. ძალიან მაყოფილი ვარ. ვერ ვიტყვი რომ არ ვარ. ხო, 25 PSI იყო და თითქმის აღარ მიდიოდა. ეს კარგი პირველი ტესტი იყო, მაგრამ ამ ველოსიპედზე აშკარად ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.
ამ ველოსიპედის დაპროექტებასა და აწყობას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდა. ასე რომ ეს პროექტის დასასრული არ არის. ეს ვიდეო უფრო პროექტის პირველი ნაწილია, ასე ჩათვალეთ. მინდა შემდგომი ვიდეო გადავიღო, სადაც დეტალურად ავხსნი, როგორ შეიძლება ამ ველოსიპედის ოპტიმიზაცია, რადგან პირველი ტესტი მიუხედავად იმისა, რომ იმუშავა, შორს იყო იმ შედეგისგან, რასაც ველოდი. რამდენიმე მექანიკური ცვლილება მჭირდება ამ ქვედა ნაწილში. ამჟამინდელი კრანკშაფტი აქ ვეღარ გაუძლებს 80 PSI-ს. ამ ველოსიპედის აწყობამდე ცნევის ტესტი ჩავატარე და დაახლოებით 80 PSI-ზე ეს ხერძი გავტეხე. ამიტომაც არ ჩამიტარებია ტესტი 60 PSI-ზე მაღლა. ასევე მინდა სარქველის ტაიმინგში ბევრი ცვლილება შევიტანო. თუ გადახედავთ GoPro-s ჩანაწერს, რომელიც ამ ბრუნვას იღებდა, აშკარად ჩანს, რომ სარქველის ტაიმინგი საკმაოდ არასწორი იყო. ჰაერის შესასვლელები გვიან ირთვებოდა ან გვიან იღებოდა და შემდეგ გამონაბოლქვის სარქველები ადრე იღებოდა. ასე რომ იმ კუთხით, რა კუთხეზეც ცილინდრი რეალურად გადასცემდა ძალას კრანკს, ალბათ მხოლოდ 60 გრადუსი იყო იმ სრული პოტენციური 180 გრადუსიდან, რისი მოკაჩვაც ან მიწოლაც შეეძლო. ამ ციკლში ბევრი ენერგია იკარგებოდა. მოკლედ, ველოსიპედის აწყობისას ვახსენე, რომ სურს სარფლის დროის რეგულირება ავზიდან მიწოდებული ცნევის მიხედვით. და რაც ამაში ვიგულისხმე არის ის, რომ ძირითადად შემიძლია გამოვთვალო, რამდენად გაიზრდება ცილინდრის მოცულობა. ამიტომ ცნევის მიხედვით ან მეტ ჰაერს შევუშვებ, ან ნაკლებს. ასე რომ, როგორც კი ის გაფართოვდება, ჰაერის საბოლოო ცნევა იქნება ტოლი გარე ატმოსფერული ჰაერის ცნევისა. და ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო გზა, ან ყველაზე ეფექტური გზა, სულ მცირე ჰაერიდან ენერგიის გადასაცემა. რადგან გამონაბოლქვიდან გამოსული ნებისმიერი ცნევა დაკარგულია. იმ პირველ ტესტში, რომელიც ჩავატარე, ალბათ გაიგონებდით, რომ გამონაბოლქვიდან გამოსული ჰაერის ცნევა საკმაოდ მაღალი იყო. ის ჟღერდა ისე, თითქოს პატარა ჰაერის იარაღი ისროდა ყოველ ჯერზე, როცა ძრავით ციკლს ასრულებდა. ასე რომ, თუ შევძლებ ამის ოპტიმიზაციას, ისე რომ გამონაბოლქვის ცნევა იყოს რაც შეიძლება დაბალი, ან რაც შეიძლება ახლოს ატმოსფერულ ცნევასთან, მაშინ ფიქრობ, ეს იქნება ყველაზე ეფექტური გზა ენერგიის გადატანისთვის, ავზიდან უკანა ბორბალზე. ხო, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, მაგრამ ყველაფერს შემდეგ ვიდეოში გავაკეთებ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, კარგი იქნებოდა თუ მოწონებას დააწყობოდით. თუ ახალი ხართ ჩემს არხზე და გსურთ ამ პროექტის გაგრძელება ნახოთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი ქვემოთ. დიდი მადლობა ჩემს ყველა Patreon-ის ხარდამჭერს, ჩემი პროექტების ხარდაჭერისთვის. და თუ გსურთ მეტი გაიგოთ, მაგალითად, კულისებს მიღმა განახლებები ამ პროექტებზე, პერიოდულად ვირთავ ვიდეოებს ჩემს Patreon გვერდზე იმის შესახებ, რას ვაკეთებ. ძალიან კარგი იქნებოდა თუ გადახედავთ ქვემოთ აღწერაში მოცემულ ბმულს ჩემს Patreon გვერდზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. ნახვამდის.